მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, კოლეგებო, მოგესალმებით უბრალო. 34 დეპუტატი ისრება სტომას და სტომა უფლება მოსილია შეუძლეს მუშაობას ჩემო დროზე. როცა მომწევს საშუალებას განცხადება უნდა გავაკეთო. ისე შეხება დათო? მაშინ საკითხი რომ მოიწურება შეიძლება. როგორც თქვენთვის ცნობილია, ნუ ონლაინ რეჟიმში გადაცემა ამ სტომებს ერთხელ ისე რომ თქვა, ხარები შეიძლება რომ ზელდება და ვისაც ინტერნეტთან საერთოდ თქმა აქვს, ალბათ იცით თქვენ რომ ნებისმიერ ადამიანს და ჩვენ რაიონის ტერიტორიაზე შეუძლია ალბათ სხვაგან თავისი ნახოს ეს პირდაპირი გადაცემები და როგორც აღნიშნე, თუ ასმული შეკითხვები თუ დაინტერესება საზოგადოება და მე მართლაც მოუწოდებ მათ რომ უფრო აქტიურები იყვნენ აი ამ საკითხში და უფრო აქტიურად მიიღო მონაწილეობა ამ სტომებში, საკითხები რომელიც რა თქმა უნდა დღის წესრიგს შეეხება და ამ სტომის ამ საკითხებს შეეხება, დაუყოვნებლივ იქნება ჩვენს მიერ პასუხი გაცემული, თუ სხვა შეკითხვები, რომლებიც მათ აინტერესებდა და არ ეხება თქვა დღის წესრიგს, ეგ საკითხები სტომის დასრულების შემდეგ აუცილებლად იქნება კიდევ ჩვენს მიერ პასუხები გაცემული. მე მინდა გითხრათ, რომ ახალგაზრდა რესურს ცენტრი ერთობლივად ვიცით, რომ ხორციელდება ეს პროექტი და შეიძლება შეკითხვები მოგახსენეთ სოფლებს, სადაც რომელი სოფლებიდან შეიძლება იყოს შეკითხვები. ყველგან შეიძლება, ყველგან რა თქმა უნდა, მაგრამ განსაკუთრებით აი ეს ჯგუფი წასული ამ სოფლებში, ეს არის ლიხაური, ურეკი, ზემო ნატანები, მერია, ნარუჯა, ლაითური, ბახვი, მელექედური, გურიანი. გაგაცნობთ სტომის დღის წესრიგს ჩემო ბატონებო. უშლად არის 4 საკითხი. პირველი საკითხი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 დეკემბრის ნომერ 52 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის ხალხზე. მეორე საკითხი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაგრებლის შემოღებისა და განაკვეთის დადგენის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების დამტკიცების თაობაზე. მესამე საკითხი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების დამტკიცების თაობაზე და მეოთხე საკითხი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზაციო ფონდებისა და იჯარის გასაცემი ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების მიღების თაობაზე. ვინც მომხრე ხართ დღის წესრიგი აი ამ საკითხს გადამართოს თოთ ხელისაძევი დამიტაშუროს. რამდენი მადლობა. პირველი საკითხი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 დეკემბრის ნომერ 52 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე. ბატონ გია მამარაშვილს მოუსმინეთ. მოგესალმებით. დავამტეხულ მუშაობას ვისურვებ. ტრადიციულად განსაკუთრებულზე გამოდის პროექტი ცვლილების საფუძველზე. მანამდე საბავშვო ხალხის კომისიაზე და ბიუროზე. აქ მინდა ითქვას მეგობრებმა, რომ ბიუროს შემდეგ ცოტა ოპერატიულად მოხდა რაღაც ცვლილებები პროექტში, რომელიც ჩვენ გავიარეთ. შესაბამისად წარმოდგენილია დეტალურად ეს ცვლილებები, თავისი დამოკიდებითი პარადი, მაგრამ
კიდევ ერთხელ ვამბობ, მაინც მეგონი ესე ჯობია ვინაიდან ჩვენ მარტო საკრებულო წევრებისათვის არ ვიკრიბებით აქ მაინც გავივლით თქვენთან ერთად ამ ცვლილების პროექტს და შესაბამისად უკვე რაიმე შეკითხვა გექნება პროექტის გარშემო საფიქრები რომ ვიპასუხოთ. კიდევ ერთხელ მინდა აღნიშნო, რომ ოსურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი შემოსავლით ნაწილში ეს ტრანსფერი 250,000 ლარი იზრდება. ეგ არის მთავრობის განკარგულების გამოყოფილი თანხა. შესაბამისად, თქვენ მოგეხსენებათ, რომ უნდა ავიღოთ შემოსავალში და შესაბამისი ასახვა მოპოვება ხარჯის ნაწილში ჩავშალოთ. მე უბრალოდ ამის ციტირებას არ გავაკეთებ, იმიტომ რომ პროექტში მიწვეულია რა კუთხით უნდა გაიხარჯოს აღნიშნული თანხა. გარდა მაგისა ფაქტურად ბიუროს შემდეგ მოვიწვრო მეორე განკარგულება ევროპისა კერძოდ 10 ნოემბრის ნომერი 2419, სადაც ნომერ 29 განკარგულებაში შეტანილი არის ცვლილება შემცირებისაკენ 2096 ლარი. 21,000 გონი ბატონო? 21,000. 21,000, 2000 რა შემცირდა ამით? არის 29 განკარგულებაში მთლიანად შემცირდა თანხა, რომელიც ჩვენთვის გამოყოფილი იყო ჯამურად შეადგენდა ეგ ციფრი 4,507,212 ლარს. ეგ როგორც პროექტირების ნაწილში, ისე შესასრულებელი სამუშაოს ნაწილში და თქვენ აქ პროექტში ნახავთ კონკრეტულად 1824 და 19,000. კი ბატონო, 1384, 440 ლარი და 19,272 ლარი. ეგ ორი ცვლილება იყო მთავრობის განკარგულებისგან გამომდინარე. გარდა მაგისა შემცირების ნაწილზე ბარემ ვიტყვი აქაც რომ 20,000 ლარით ვამცირებთ საკრებულოში სათვალსაყოფი მასალების ხარჯებს საყოფრივად იმდენად რამდენადაც გამარტებით მანაში არის სასაფური, მაგრამ რა უნდან მიყვებით ჩვენ ახლა პროექტს მოგეხსენებათ წლის დასაწყისში, როდესაც მიმდინარე წლის ბიუჯეტი დაიგეგმა, მაშინ საკმარის ფასები სოლიდური გახდათ 2 ლარის და 20 ფარგლებში, ესეც მოვაქცინეთ ჩვენ გახლა. შემდეგ მიმდინარე წლის განმავლობაში მოხდა ფასების ყლება, რამაც ავტომატურად გამოიწვია ეკონომია აი ამ მუხში და მინდა სიამოვნებით აღნიშნო კიდევ, რომ ეს ცვლილება გამოწვეულია იქით, რომ 6,000 ლარის გადამეტებით, სულ 26,000 ლარის ფარგლებში მოუყარეთ სახალხს თავი და თქვენი თხოვნა გათვალისწინებული იქნა ჩვენს მიერ და უახლოეს დღეებში, მას შემდეგ რაც საკრებულო მიიღებს გადაწყვეტილებას ამ ცვლილების შეტანაზე, ჩვენს ფორმატთა დარბაზში უყაბელო მიკროფონები თავისი დინამიკითა და აპარატურით განსხვავდება, რომელიც კიდევ უფრო შეგიძლიათ თქვენს და ჩვენს ხელს მუშაობაში, მოსმენაში, გაგონებაში და პერსპექტივაში ვნახოთ რამდენიმე წარმომადგენელმა მონიტორინგზეც იყო საუბარი, მაგრამ ამ წლის ბიუჯეტში ჯერჯერობით ამ თემაზე შევჯერდეთ და მერე ალბათ მომავალ წლისათვის კიდევ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ შევიქმნათ ისეთი პირობები არა მარტო ჩვენთვის, არამედ მოსახლეობისათვის და პერსპექტივაში ალბათ ის მიცემის პროცედურაც ღია და გამჭვირვალე იქნება ისე, რომ ეჭვი ვერაფერს შეიტანოს. ეგ ცვლილება შესაბამისად ასახული იქნება შემოსავლის ნაწილში. ეხლა რაც შეეხება ზრდას, თან იცით, რომ მიმდინარე წელს ხდება სტაბილურად შემოსავლობის ზრდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, რაც საშუალებას გვაძლევს ჩვენ წლის განმავლობაში გაგვეხორციელებინა
ადგილობრივი შემოსავლებით ბიუჯეტის ზრდა. კონკრეტულად აი ამ შემთხვევაში ორი მუხლით, ეგ არის შემოსავალი ფიზიკური პირთა-ქონების გადასახადებიდან გარდა მიწისა 220,000 ლარით და შემოსავალი არასასოფლო სამეურნეო დანაშაულების მიწაზე ფიზიკური პირებიდან ქონების გადასახადები 104,000 ლარი, ჯამურად 324,000 ლარით თორქოს შემოსავლის ნაწილში შევიტანოთ და ჩვენი ბიუჯეტი და შემოსავლები ამის საშუალებას იძლევა. შესაბამისად გადავალთ ერთად ხარჯის ნაწილთან დაკავშირებით. უხლობრივად, პირველი სამი პუნქტი ფაქტიურად ეხება 250,000 ლარიან ზრდას მთავრობის განკარგულებით, ამაზე არ შევჩერდები. მეოთხე პუნქტზე ვითხოვთ მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის ანაზღაურების მუხში ხარჯის ზრდას 115,000 ლარით. თქვენ მოგეხსენებათ ჩვენ წინა საკრებულოს სხდომაზე ანალოგიური ცვლილება გავაკეთეთ გამგეობის შრომის ანაზღაურების მუხში, მაგრამ მაშინ იყო 79,200 ლარი, რომლითაც შეივსო ნოემბრის თვის გასაცემელი და მაშინაც ვთქვით, რომ ჩვენ დეკემბრის მეთქმა სულად დასაფინანსებელი. შესაბამისად ეს თანხა არის დეკემბრის თვის გამგეობის შრომის ანაზღაურების. მიზეზი რამ გამოიწვია ჩვენ წინაზეც აღნიშნე და ფაქტიურად აქ წარმოდგენენ განმარტებით ბარათიც მიწერი ახლა უბრალოდ მაგის გასწრებით ცალკე აღარ შეგაძლევს. შემდეგი მეხუთე პუნქტში გზების რეაბილიტაციისა და მოლაშენახვის ხარჯებში სუბსიდირების კუთხით გვინდა 35,500 ლარით გავზარდოთ ხარჯები. ამ თემაზეც უნდა ჩვენ ბიუროზე საუბარი. ეგ არის აი ეს თანხები, როცა ჩვენ სუბსიდირების სახით დავამტკიცეთ 98,000 ლარის მოდენობით სოფლებში აუცილებელი გადაამზადებელი გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები. თქვენ იცით, რომ სოფლების უმეტეს ნაწილში განხორციელდა დეტალური ანგარიში წარმოდგენილი აქვს ტექნოსების თან მოტივაციაც გაკეთებული აქვს თუ რატო ითხოვს, მაგრამ მაშინ იცით თქვენ რომ გარკვეულ სოფლებში ფაქტიურად გეგმით გათვალისწინებულ სამუშაოებზე მეტი სამუშაო გაკეთდა, რამაც გამოიწვია ჩასმერ დამტკიცებული თანხის აფიქსება და რომ დანარჩენ სოფლებში უმეტესწილად სადაც დაწყებულია აღნიშნული სამუშაოები რომ სულად მივიყვანოთ ბოლომდე, ამიტომ შემოგვიდგებათ ინიციატივით რომ 37,500 ლარი სუბსიდირების გაზრდაზე ამ მუხში. შემდეგი პუნქტი საინჟინრო გეოლოგიური სამუშაოების საპროექტო სახარჯო და ექსპერტიზის ხარჯების ზრდას ვითხოვთ 21,500 ლარი. ეგ არის სოფელ მერიაში მრავალბირიანი საცხოვრებელი სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. მაგ ხარჯების ქვაში არ იყო და ვერც იქნებოდა ჩადებული ელექტროენერგიის მიღწევის უზრუნველყოფა, ეგ სატენდერო წინადადებაში არ გვედო. აქ ლაპარაკია ელექტროტრანსფორმატორის მაღალი ძაბვის კაბელების, გამხიშველების, მრიცხველის, ანუ ფაქტიურად აი ამ სახლამდე ელექტროენერგიის მიღწევის ხარჯებზე არის საუბარი. თქვენ მოგეხსენებათ განხორციელებელი გახლავთ ენერგო პრო ჯორჯია, შესაბამისად მუნიციპალიტეტი ისევე როგორც სხვა შემთხვევაში თქვენ დამერწმუნებით რომ რამდენიმე სოფელში ჩვენ დავჭირდა ელექტრომრიცხველის დაყენება და მუნიციპალიტეტმა გაიგო ეს ხარჯები, ანალოგიური სიტუაციაც იქნება და შესახა ამ შემთხვევაში და ამიტომ ვთქვით აი ამ თანხით ზრდას ამ მუხში. შემდეგი ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში, საცხოვრებელ შენობებში. ისევ ამ მრავალბირიან სახლს ეხება. შემოსული არის წერილობითი მომართვა და უშუალოდ ტენდერში გამარჯვებული იურიდიული პირიდან, ასევე მოხსენებითი ბარათი არის ინფრასტრუქტურის
სამსახურიდან შემოსული, რომ მუშაობის პროცესში გამოიკვეთა იქ, რომ სრულად რომ მოხდეს სამუშაოების დამთავრება, ლაპარაკია უფრო კეთილმოწყობის სიტუაციებზე, ტარების ჩასმა, მოაჯირების მოწყობა და რაღაცა იქ რომ დამთავრდეს 50,000 ლარის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ითხოვენ ხალხის დამატებას. ეგ მოტივირებული წერილი ფაქტიურად მეთან წამოღებული მაქვს, თუ მე იქნება დაკონკრეტება საჭირო შემიძლია გაგაცნოთ, ინფრასტრუქტურული ვარიანტი არის, მაგრამ თავარი ის არის, რომ ბოლომდე სრულყოფილად იქნეს მიყვანილი ეგ თემა, ამიტომ ვთქვით, ამ ხარსაარგვის გვარში წარმოსგენილი ხარსაარგვისთვის 50,000 ლარის დაფინანსების ზრდას. შემდეგ მერვე პუნქტი, თქვენ მოგეხსენებათ, რომ წლის განმავლობაში ჩვენი ბიუჯეტი ეტაპობრივად შემოსულობების ზრდის გამო იზრდებოდა, შესაბამისად გამგებლის სარეზერვო ფონდი, რომელიც შეადგენდა წლის დასაწყისისათვის 140,000 ლარს და დღევანდელი ჩვენი ბიუჯეტიდან გამომდინარე, შემოვიდივართ წინადადებით, რომ 30,000 ლარის ფარგლებში გაიზარდოს გამგებლის სარეზერვო ფონდი, რომელიც აბსოლუტურად 2%-მდე პარამეტრებში ჯდება და თქვენ იცით ამ გამგებლის სარეზერვო ფონდის დაგრევა კიდევ ძლიერი სამყარო გვაქვს. სამწუხაროდ ამ ფონდიდანაც გამგებლის მიწებს ძალიან უაღრესად შეჭირებული ადამიანების დახმარება და იმედი მაქვს, რომ აი ამ ჩვენ წინადადებას ხალხ დაუჭერთ. შემდეგ ბატონო გია, ოდის იქით გახარული რამდენია სარეზერვო ფონდის დატოვებები? თითქმის ამოწურებული არის, ანუ ის 140,000 ლარი თითქმის ამოწურებული არის. მაგრამ მაგ შეგიძლიათ გამომდინარე, ბატონო მეთქი, იმასაც გეტყვით, რომ თითქმის აი 75-80% აი მე რას ვთქვი, აი ეს თათა რასაც თქვენ ხარს დაგვიჭერთ, ძირითადად აი ორი მიმართულებით წავა, ერთი რომ სტიქისათვის მომზადოთ, როგორც ჩვენ წინასწარმეტყველს გავაკეთებ და შესაბამისად შემოსულია კიდევ უამრავი ისეთი შეჭრებული მოქალაქის გასწავლება, რომ ისე დაკმაყოფილება შეძლო. შემდეგ ფოტორული კონცეფციის დაფინანსება სოციალური დახმარების ნაწილში, ასე უშვება ამას სასაქონლო ფორმით. ფოტორული სამსახური ითხოვს 50,000 ლარის გამოყოფას. თქვენ მინდა გაგახსენოთ, მეგობრებო, რომ გასული წლის ბოლოს ჩვენ მაშინ ბიუჯეტში ცოტა ვერ ვიყავით რა ისე ვერ მივეცით თავს საშუალება, რომ მეტი თანხა გამოგვეყო ამ კუთხით, მაგრამ მაინც ჩატარდა ღონისძიება კულტურის სამსახურთან და სოციალურ სამსახურთან ერთად და ჩვენი მუნიციპალიტეტის სოფლებში ყველაზე შეჭრებული მატერიალურად ცოტა მძიმე სიტუაციაში მყოფი ადამიანებისათვის და ოჯახებისათვის გავაკეთეთ საახალწლო საჩუქარი მუნიციპალიტეტმა. ძირითადად ეს იყო სასუშართო პროდუქტი და ის პროდუქტის სახით და იყო ბავშვებთან ბავშვები იყო ოჯახში, აი პროდუქტი პელემულობა და რაღაცა. ჩვენ მივეცით თავშესაფრება, რომ ციფრი ცოტა გაგვეზარდათ, შემოსულებმა მოხდა მაგისი საშუალება ამდენად აღნიშნული თანხა დახარჯული იქნება კატეგორიაზე მუშაობს ურთაბეს სამსახური და ერთობლივად ეგ შემოვიტანეთ ნაშკარებას, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ტენდერის ვარიანტი გვექნება გამოსაცხადებელი, ისევე როგორც მიკროფონებთან დაკავშირებით, ამიტომ ცოტა დრო გვინდა, რომ ტენდერი ხო აი წავიდეს ისე მომზადებულად, რომ წინა საახალწლო დღეებში რამდენიმე ათეული ოჯახი რომ მაინც გავახაროთ. შემდეგ ფაქტიურად მე გითხარით თქვენ ჩვენი თამათა ზარბაზში მიკროფონების დამონტაჟებასთან დაკავშირებით 21,000
ხმაზე უკაცრავად, აქ ოჯახების რაოდენობა გაიზრდება თუ თვითონ საჩუქრის გაიზრდება? იმიტომ ვთქვით, რომ ეხლა ზიან სამსახურები კატეგორიებსაც არჩევენ და აქედან გამომდინარე თვითონ ხო ამ პროდუქტის სახეობასაც გვინდა შევარჩიოთ, რომ სატანდეროდ შესაბამის განყოფილებას უწავებენ, ამაში რა თქმა უნდა ჩართული იქნება საკრებულოს და თქვენს, რომ ისეთი რაღაცა პაკეტი გავაკეთოთ, შეიძლება ყველასათვის აბსოლუტურად ერთნაირი ვერ იყოს, ხო? რომ კონდეს მაგრამ მაშინ თანხმობა უნდა ჩვენ ცოტა ესე დაბალი, მაგრამ მაინც გამოგვიდგება რაოდენობა გაიზრდება თქვა თვალი და შაშანდელთან შეგანა. ეგ როგორც გადავწყვიტა, თავარი არის რომ ჩვენ გვექნება თანხა, რომელიც მოგცემს საშუალებას გავაკეთოთ რამირება. აქ ისიც მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გარკვეული ეკონომია შეიძლება ცოტა გადაუხვიე პროექტს, მაგრამ ვინაიდან შეკითხვა იყო შარშან საახალწლოდ ყველა სოფელში ფაქტიურად ჩვენ ჩვენებურად ვეცადეთ ახლა ფერმერის სიტუაცია გავაკეთეთ ანალოგიურად იგივე იქნება მე მინდა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების რჩეულებო რომ აქტიურად მიიღოს მონაწილეობა თუ კიდე რამე შეიძლება ფერმერის გარდა თვითონ სოფელში რომ ცოტა ისეთი საზეიმო განწყობა შევიტანოთ თქვენგანაც ასევე კომისიებიდანაც და ფრაქციებიდანაც ჯერ კიდე ეს არის დამუშავების პროცესში დაველოდებით თქვენგან წინადადებას და აქ მინდა კიდე გავაგრძელო იმიტომ რომ ამ წინა საახალწლო სიტუაციას ეხება ორი თემა რომელიც ერთი აქ არ არის შეტანილი იმიტომ რომ ჩვენ მაგისი რეზერვით ჩავდეთ 1 იანვარს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დავალდებულ ყველა ახალშობილისათვის ჩვენ მაშინ ადრე ვილაპარაკეთ რომ იქნება პაკეტი დაახლოებით 250-300 ლარის ფარგლებში ისეთი რომელსაც თვითონ ახალშობილის მშობლები განსაკუთრებით დედა მამას ახლა მისი გამოცდილება არა აქვს მამა შაბანოში გადავიდა აი დედა პატარისათვის რომ კონკრეტულად წესით შემოგებულია აი ეს სიახლე გინდა და კიდე ერთი ბოლო პუნქტი რომელიც აქ ჩავდეთ მართალისად იყო ერთობლივი ინიციატივა როგორც ჩვენი კულტურის სამსახურის ისევე ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის ჩვენი შერჩევით დაიწყეს მუშაობა წინა საახალწლო რამდენიმე დღეს დაუთმობენ მუნიციპალიტეტი ჩვენი ყველა სოფლის მაცხოვრებელს ექნება საშუალება ოზურგეთის თეატრში ჩამოგზავდეს უფასო ნახოს ძალიან კარგი სპექტაკლი მე ასე ვთქვი სუბიექტიურად კაცი რომელსაც პოეზია უყვარდა იქნება მოწვეული მსახიობებიც ჩემო და მუნიციპალიტეტის ჩვენ ძალიან შემადგენლობას როგორც გამგეობა ისე საკრებულოს ოჯახის წევრებთან ერთად ყველას გიწვევთ არ იქნება შეზღუდვა დასწრება, რამდენი დღეს იქნება საჭირო, იმდენი დღის განმავლობაში იქნება ეგ სპექტაკლები. ამიტომ ბოლო პუნქტში აქ გრანტის სახით ჩვენ რომ აი დეკორაციები და რაღაცები გაიგებინა თეატრს სამოგებინეთ პროექტში 15000 ლარის გამოყოფა. ეგ იყო სულ ჩვენი პროექტის გარშემო რომელიც წარმოგედგინეთ. ისე ერთიც მინდა გითხრათ რომ მართალია შენიშვნის შემდეგ, მაგრამ მე მგონი კარგი რაღაცა გაკეთდა, რომ მარტო ციფრობრივი მაჩვენებლით ვლაპარაკობთ ჩვენ პროექტის ცვლილებაზე და ის განმარტებითი ბარათი, მართალია მოხსენებითი აწარია, მაგრამ ჩემმა კოლეგამ შენიშვნა მოხდა გამოვასწორებ, ეს განმარტებითი ბარათი ტრადიციად ჩავუდგეთ უკვე ჩვენ მივიღეთ, ყველას იმ ცვლილებას, რომელსაც საფინანსო სამსახური წარმოგიდგენთ თქვენ ხო აბსოლუტურად თან ეხლება რომ მართლა იმ სტრუქტურების უკან იდგეს ისწავლის ვაკეთებ ამას. ეგ იყო სულ მე დათვალ შეგეპარება და გაშიფრული არის განმარტებით ბარათში ბატონობისა რომელიც ახლავს ეგ არის შემიძლია ციტირება გავიკეთოთ, მაგრამ სეპირატვისი და ალბათ მენდობი
მოგეცემება თქვენ მაისის თვეში მოხდა სოფლებში, ტერიტორიულ ერთეულებში წამყვანი და ისეთი სპეციალისტების დანიშნა, სულ 13 ერთეული იყო. ამის შემდეგ მოხდა გაწვევის სამსახურში 2 საშტატო ერთეულის დამატება, ინფრასტრუქტურის სამსახურში ასევე 2 საშტატო ერთეულის დამატება, საფინანსო სამსახურში ქონების აღრიცხვის სპეციალისტი დავიმატეთ. ანუ საერთო ჯამში იყო 16-17 საშტატო ერთეულზე ავიდა. ჩვენ ბიუჯეტი წლის დასაწყისში უпростоრად გასული წლის 25 დეკემბერს როცა მივიღეთ, იქ ფაქტიურად ამისი ფუძნება არ ჰქონდა. შესაბამისად, უკვე მაისის თვიდან მოყოლებული ყველა თვეში უკვე იმაზე მეტი შრომის ანაზღაურება იცემოდა, რაც საწყისში ჰქონდა ჩვენ გეგმით გათვალისწინებული. ამან ჯამურად მოიხარა და ამან ჯამურად მოიყენა ბატონო ხრიჩა, ხო, იმიტომ რომ შემოსავლები უფრო წლის ბოლოს არის და მოიყარა თავი ისე რომ დეკემბერი და ნოემბრის ნაწილი შრომის ანაზღაურებაში დავაფინანსეთ. რომელი რიცხვებში იქნება სოფლები და ხალხის დასწრება თეატრში? რომელი რიცხვებში? მაგას დამატებით გასწნობებ, მაგას გასწნობებ მას შემდეგ თუ ხარს დავუჭერთ აკროებს. მაგალითად, მოსაწვევი უნდა იყოს იმ და პირველ ორ სამში არავინ არ ჩამოაყალიბა, მოსაწვევიდან მოსაწვევი თუნდაც ამ შემთხვევაში სამში არა, ჩვენ უფრო ვფიქრობთ, რომ ახალ წლამდე გავაკეთოთ ძეგლი. უფრო ვფიქრობთ და თუ სურვილი იქნება და სპექტაკლი მართლა კარგი სპექტაკლი უნდა იყოს, ჩვენი თეატრი მაგეთი გამორჩეული არის, ხო? ჩვენ პრობლემა არ იქნება, ასეთი არის ხელმძღვანელობი და ინფორმაცია, რამდენსაც მოითხოვ და როდესაც მოითხოვ, სპექტაკლები იქნება დაგმული. ამიტომ ჩვენ უკვე კონკრეტულად რომერის და რაღაცა პარალელურად ინფორმაცია თქვენს მოგაწვდი, სოფლებშიაც მიმაწვდი, სოფლებში აფიშები აიღრება კიდე და ეს პრობლემა არ იქნება. და ის სისტემით არის ჩვენ აკუთვნებას, იმიტომ ვაძლევთ ხავს, რომ მარტო პროდუქტის მიტანა კარგია, მაგრამ სულიერათაც მინდა, იმიტომ რომ ყველას არ შეუძლია. წინასახადოდ მეგონე მაგის საშუალება კარგი, ბალანსთან მიმართებაში გეტყვით. სწორი შენიშვნა არის, მაგრამ გაცემ პასუხს. აქ საერთო ჯამში ბიუჯეტის და დაფიქსირებული არის 552,904 ლარი, ეგ ციფრი გამოყვანილია 250,000 ლარი, რაც მთავრობის განკარგულებით მოვიდა ჩვენგან, დამატებული 324,000 ლარი, რაც ადგილობრივი ბიუჯეტით გავზარდეთ და ამას გამოკლებული აი ეს ტრანსფერის შემცირება 21,096 ლარი. და ჯამში არა, მითხარ, მაშინ ეურო ვერ გავიგე. ყველა წუთი იყო მაინც არ გამოდის. არა, გამაგებია თვეში. ის თვეში. არა, გამარდები ბარაზია, ხო? იქ თქვენზემა გათვლილი ბატონო ხუჩა. თვეში რამდენიც მეტი გჭირდებოდა. მათვეზე უნდა განაგავდეს ვიცი. ხო, აიგა. ნუ ახლა მაგას თავისუფლად შეიძლება არ დაჭრეს და იცით რატომ? მაგ პერიოდში წლის განმავლობაში მოძრაობს ხო შტატები უთვლას სტრუქტურას მაშინებს და მოდი ამერიკაში სარო გავწიოთ ავტონომიად და ძალიან თუ გამაგებია და პრობლემა არა 135,000 ლარი არის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლების ერთი ბალანსი არ იდება რა ბალანსი არის აკრო გაში 75,000 მაგის შეიძლება მეგვეჭა მაგ სხვა თემა მიზეზი წერია აკწერია ანაზღაურება მე მიზეზი წერია მეტი რაღაცა რასაც ვიშურობ იმას
გასაგები ეს ავიღეს საშუალო თვეში იმ შტატების დამატება ყველა თვიურად რამდენი 1000 ლარით გაგვიზარდა სამსახურების მიხედვით შრომის ანაზღაურება, რომელსაც ყველა თვეში არ ვაკეთებდით ცვლილებას, მოვიტოვეთ შეგნებულად ის ფონდი სანამ ამოიწურებოდა სახელმწიფო, მოვიყვანეთ წლის ბოლომდე. ნოემბერში დასამატებელი გაგვიხსნა 79200 ლარი და დეკემბერში სრული შრომის ანაზღაურების თანხა 125000 ლარი. შეიძლება მე ვერ ავხსენე. საუბარი არა მათში მეჩვევები ახონა. სტარტების მომატება ხდებოდა ეტაპობრივად. ანუ ნაწილი თებერვალში, ნაწილი მაისში. ზოგან 3 დაემა და ზოგან 5. ზოგადად რო წარმოვიდგინოთ ელემენტარული არითმეტიკული შეკრებით გამოვა არსე. თუ თავიდან საჭირო იყო პირობითად 70 კაცზე, მერვე თვეზე საჭირო გახდა 72 კაცზე ხელფასგაცემას, შემდეგ საჭირო გახდა 80 კაცზე, ხო? ანუ იმ თავდაპირველი 60-კაციანი სახელმწიფო ფონდიდან ხდებოდა დამატებულ შტატებზეც თანხის გაცემა, რამაც გამოიწვია ნოემბერში 56000 ლარიანი დეფიციტი, ხოლო დეკემბერში მთელი თვის ხელფასის გაცემა. ელა, ხუჭა, დაგიწყო. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი იკასა გაიგო. დეკემბრის შრომის ანაზღაურების ხარჯის ზრდა 155000. დეკემბრის მიზეზები 7500, 1550, აგი რო შეგვიძლია 8-ზე გააბრალო, არ გამოდის 155000 რამაც გეუბნება. 155000 ხუჭა არის ერთი თვის გასაცემელი, რომელიც დეფიციტი შეექმნა დეკემბერში იმის გამო, რომ შტატების მომატება მოხდა ეტაპობრივად წლის განმავლობაში. ამიტომ ეს 155000 ლარი არის. ანუ მარტო 8 თვის მატება არა აქვს, ხო? ანუ ეტაპობრივი მომატება. კარწერე არის. ხუჭარა სამდინარე ეს არის. ემბეო. ამის დამატება გელა. ბატონო, ხუჭას კითხვა არის აბსოლუტურად სწორი. ადამიანი გეუბნება ეს რამე. მესმის რომ გასაგებია, რომ გამოდურა ბალანსი არ ჯდება, ასე მას გეუბნება და მაგი აუხსენოთ რა. ის ადამიანი ამბობს სწორს კითხვას. ან აუხსენეთ წესრიგად და გააგებიეთ, არ წარმოგვიდგინე მიზეზი თუ არ არისო საკმარისი თახა ვერ ჯდება ეს ადამიანი ამას ხოდა. ეს აუხსენეთ რა. კიდევ ერთხელ ვამბობ. გაიგო, მაგრამ ეს არის დანაკლისი ხელფასების, მაგრამ ეს თანხა რატომ მიგაწევა, მაგი ვერ გავიგეო, მას ის აქვს არის ძა. ბატონო მიგვაკლდა? ხო, ეს აქ სტატების მატების გამო თავიდან მაგრამ რა წარმოგვიდგინეო? არა, ვიანგარიშე და არ დაეძრა. მასე არ დაეძრება. ანუ ეს ფორმულირება არაა სწორი მაშინ, რომ მიმდინარე წლის მაისის თვიდან დღემდე. და მაგრამ მაისი არ არის. ზოგი თებერვალშია არის. მაისის არ უნდა ეძებოს. ზოგი აგერ ახლა დაინიშნა შესაბამისად. საშუალო გავიგე, მაგრამ ეთახებრეთ ისე რომ შეიძლება ყველა მაისის თვეში არ დანიშნულა. ეხლა დროში გაწეული ისე იყო რა ქვია. შესაბამისად მე მოჭრილია სულას ხوارიცემა ჩვენი ხელფასები. საკრებულოში კი გამგეობაში ხო? ზოგი ანალოგდება აღშეგულებაში გადის ანაღაზა. ეგ არის ცოცავი ციკლი. ეს არის 155000 ლარი საშუალო თვეში, რაც ემატებოდა ამ შტატების დამატებით თანხა. ანუ ფონდის ის გარეშე რომ ხარჯავდი დამატებით, ხო? ამ თანხებს გამოიწვია ის რომ ნოემბერში 79200 ლარი დაფიქრა დასამატებელი და დეკემბერში 155000 ლარი. თუ თანამშრომლების მიხედვით უხობრივად კიდათ ამისი გავდა, რადგან ხუჭა არც მაგის პრობლემა აქვს, შეიძლება ბუღალტერიაში საქმე. აქ აღებელია რა შტატები რამდენი გაიზარდა, თითოეული საშტატო სარგო რამდენი არის და ეგრე გადავრავლებული არის საშუალოდ 8 თვეზე. მე აქ ბალანსი არ გამომიყვანია და არ წარმომიდგენია მაგრამ. ბატონოგია, ემაქვს ერთი დაზუსტება მინდა თქვენთან შემოსავლების ნაწილში. აი ეს შემოსავალი ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადიდან 220000 ლარი და 120000 ეს ესე იგი შესრულდა ბიუჯეტში. გეგმა ამიტომ გეგმა წევს ზევით. რა ეს დაზუსტებული ციფრებია თუ კიდე შეიძლება ახლა წლის ბოლოსთვის? რა თქმა უნდა, მე რასკეთე ბატონომინისტრს სოლისტი და აი მეორე ვარიანტი ყველა გზანი თუ შემოსავალი არასასოფლო დანიშნულების 140000 ლარი რო მიწევია ხო? მათ გასილებით მეტი მაქვს ამოში შემოსავალი, სხვა მუხლებში მაქვს კიდე შემოსავალი, მაგრამ
აქ ელემენტარულად სადაც ხარჯვითი ნაწილში რამდენიც უჭირდებოდა თანხა, ხო? უხლებრივად ისავიღეთ და იმით გავზარდეთ. იმიტომ რომ კიდე წლის ბოლომდე შემოსავლების მოდით შეიძლება რაღაცა საკითხები დადგეს კიდე და ჩვენ რეზერვში, ხო? საბედნიეროდ თქვენთან ერთად მუშაობის ის რასაც მოსაგრებლები ქვია, მიწაზე ტარიფები ქვია, სხვა რაღაცეები ქვია, რაც გავაკეთეთ ჩვენ, იმის შედეგს ვუძლებთ ახლა წლის ბოლოს, რომ შარშანდეთან შედარებით შესამჩნევად მატულობს შემოსულობები ჩვენთან, როგორც გასაგებია. ანუ კიდევ ველოდებით ბოლომდე ჩვენთან მატებას. ჯერ დღევანდელი მდგომარეობითაც აქვთ რეზერვი შემოსავლით ნაწილში და პლუს კიდე ესე გრძელდება შემოსულობები. იმედი მაქვს, რომ წლის ბოლომდე გასაგებია. დიდი მადლობა და ერთი მინდა ბატონოგია კიდე დავაზუსტოთ აი საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით თქვენ განმარტეთ. მაგრამ აი სოფლებში თქვა განათებები და ადმინისტრაციის მოსყობა და ასეთი ღონისძიებები რომ გარდა იმისა რომ შარშან ჩვენ მარტო ფეირვერკის ვარიანტი გავაკეთეთ, თუ კი ჩვენ შემოსავლები ამასი გაგვიშვებს, ხო? წამოვიდეთ თქვენგან ინიციატივები, ყველა სოფელში აბსოლუტურად შაბლონურად შეიძლება ვერ გავაკეთოთ, ხო? ვისაც რისი სურვილი იქნება იმ ფარგლებში, რაც თანხა ჩვენ გამოვხდებით, ხო? და ყველას აბსოლუტურად გავითვალისწინებთ. მაგრამ ეგ ცოტა დასაჩქარებელი თემაა, ვინაიდან, ხო? სადენდერო სიტუაცია იქნება და რჩეულია ვახლებს დღეებში თუ კი ჩამოყალიბდებით, ხო? უკვე შესაბამისად შესული სამსახური სახეობების მიხედვით გააკეთებს სადენდერო წინადადებას. ძალიან კარგი. ისე გია ხო არა ჯობია თვითონ ხალხი ჩამოყვანა სოფლებიდან თვითონ თეატრის დასიასრულებო იმ სოფლების სადაც კულტურული ხო მაგრამ ჩვენ ფაქტობრივად პროექტის გარდა სტარტი და გარემოებში შეიძლება მაგით ერთი ნიუანსია რომ ის დეკორაციები რომელიც ფაქტობრივად ამზადებენ და ჩამოიტანებენ ხო იმ დეკორაციებს კიდე სოფელში რომ გავიდეთ ჯერ ხარჯი მაინც ჩვენ დაგვიჭდება კიდე აი ეს მოსახლეობა იშვიათად ნაწილი მე მგონი არ ჩამოაგდო პერიოდია თუ ჩვენ ტრანსპორტირება გავაკეთებთ ორგანიზებულად ხო რატო არ ჩამოვიდეს არ ხონდა მაგის გასული ვარიანტები დეკორაციები იმაჟი მომზადებული იმენ მარტივად რა ხო მაგრამ ეხლა როგორ არის ბატონო ლადო ამ თეატრის სცენისთვის არის იმ პარამეტრებში ის რეკვიზიტები რასაც ამზადებენ აი გასაგებია არის ბატონო მოსახლეობა პერიოდ ჩართულია სამუშაოებში ხოიჯა საახალწლო სადებაში გასაგებია მაგრამ ჩვენ ხელში ტრანსპორტით დაიხმარება რაზე ჩამოყალიბებთ ხო სოფლები ხო დაახლოებით ხო დაახლოებით იდენტური ან დაახლოებით მაინც იყოს შესაძენი ის საკონელი ხო რო ერთი ტენდერის ვარიანტში მოვაქციოთ რომ საბავშვო ბაზრში ხარკესარდება ღონისძიება საბავშვოში ცენტრის მონამდელი რაკეტების ღონისძიება ყველა ბავშვების თავისი საჭიროებით და თავისი ძალიან კარგია თეატრში ღონისძიება ბავშვებს
რეალზე არ არსებობს. არც არავის არ აქვს წინააღმდეგო მასთან დაკავშირებით თეატრის მაგრამ უბრალოდ თეატრს მაინტერესებს ჩვენ მოგესალმებით ჩვენ რომ თეატრს ვაფინანსებთ ყოველწლიურად 50%. ხომ არ იქნება რეალი რომ თეატრმა ღონისძიება ისედაც უნდა გაგვეთქვა ფინანსად გარეშე არ შეიძლება ხო ვიცით ჩვენ ყოველწლიურად და ხო ვეხმარებით თეატრს უბრალოდ იმისა ეს არ არის ჩვენი მუნიციპალიტეტის პრეროგატივა თავიდან ბოლომდე მაგრამ ვიშენ კეთილნებას რადგან თეატრი ჩვენი მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლების სარგებლობენ ამიტომ ჩვენი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად მე მინდა ჩემმა კოლეგებმა ყველა მაგათი წოდეს რომ ვიხდით 50,000 ლარს ხომ არ იქნებოდა თეატრის მხრიდან კარგი ჟესტი რომ ჩვენი მოსახლეობის ბავშვებისთვის მათ 2-3 დღიანი კონცერტი ისედაც თანხით რომ მოეწყოთ რატომ დავუმატოთ თანხა აბსოლუტურად ამას ვერ ვხვდები რა ისე რას მოხდება მაინც ებალდებით ის 50,000 ლარი რომელიც ჩვენ წლის განმავლობაში გრანტის სახით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თეატრს გაურიცხეთ აღნიშნული გრანტი შედგა აღნიშნული გრანტი შედგა 6 სპექტაკლი რომელიც ფაქტიურად ყველა აფიშაზე იყო მითითებული რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით განხორციელდა ეს სპექტაკლები შესაბამისად ის თანხა 50,000 ლარი ფაქტიურად ამოწურულია თეატრს რაც შეეხება ბავშვებისათვის მოწყობას ხო კონცერტის მე აქ აღნიშნე ბატონო დიმა რომ აქ ლაპარაკი არის არა ბავშვების სპექტაკლზე არამედ ეგ არის სპექტაკლი რომელსაც პრეზია უყვარდა იმაზე არა მარტო ბავშვები მე მგონი უფრო გასწრილია ისეთ კატეგორიაზე აი მოზარდებზე და ჩვენს იმაზე ბავშვები არ არის აქტივობა თუ ექნება სოფლებიდან ჩამოსვლის სოფლებიდან აქტივობა ჩვენგან ხელშეწყობა უნდა დაუშვებთ იმ კუთხით რომ ტრანსპორტირებაში შეუძლია. გასაგებია კითხვა სოფლების უკაცრავად რა. მეგობრებო, ია მესმის რომ ჩვენ მივეცეთ თანხი გრანტის სახით ძალიან კარგია სხვა გრანტი ახსენეთ. ამიტომ როცა იმეს რამეს ჩუქნით, თან პირობას უნდა მივაყოლოთ. ატო ჩუქეთ ახლა. იმ ხალხმა თუ ჩაატარა ეს სპექტაკლი ეს მანდამაის მუნიციპალიტეტი არის ეწერა უზუგეთის გამგეობა, ეს არის ძალიან ცუდი ეს რო ეწერა, ეს ერთი. იმიტომ რომ გამგეობას არ დაუფინანსებს მუნიციპალიტეტმა დააფინანსა, ესეც მინდა იცოდეთ. ეს ერთი, მაგრამ არ შეეხება იმ აბრასტის იმ ადამიანებს ისინებით სპექტაკლი გააკეთეს, ეს საშუაში ჩვენთან. ხო არ ჯობდა მეთქი, როცა ფულს მივეცით, ეს კარგია რომ მივეცით, მაგრამ მაშინ თან გვეთქვა რომ ერთ და საახალწლოდ 2-3 სპექტაკლი მუნიციპალიტეტს გაეკეთებია. აი 50-ში მაგრამ ვეთქვა პირობები. დაპირობებით ჩუქით ამ თანხას. ეს იყო სწორი და მენეჯერულად გამართლებული იქნებოდა ამ გრანტის მიცემის აზრი. ამ თქვა თვეში ერთი გვეთქვა, თვეში ერთხელ თითო სპექტაკლი ჩვენი მოსახლეობისთვის იყოს უფასო. კი ბატონო, მაშინ გამართლებულია. ისინი დასახელება ჩვენი მსახიობები და ვისაც არ ექნებოდა საშუალება სპექტაკლის სულ ექნებოდა ნახვის და ფული არ ექნებოდა მივიდა უფასო და გახავდა სპექტაკლი. აი მაშინ არის ნებისმიერ თანხას ამის აზრი ხარჯვას. ისე გეუბნებით, ეს ფული არის ხალხის მეგობრებო და ხალხმა უნდა იგრძნოს რომ თავიანთი ფულით ისე თავიანთი იხარჯება. საერთოდ არ მაინტერესებს გაბრაზე რა იყო მიკრული. თავარეთ შემ ადამიანებმა იგრძნეს თუ არ იგრძნეს ესაა პროცესი თავარი. შენიშნება და ესე მომავალი შეიძლება რომ პროცესი. ათი მომავალში მე ვიცი რომ პროექტი წარმოდგენილია კიდევ თეატრის დაფინანსება იყოს პირობითი დაფინანსება. თვეში ერთი ან 2 სპექტაკლი მოვითხოვოთ უფასო ჩვენი მოსახლეობისთვის. აი ამ თანხის პარკლებში. ეს შენიშნავს გავაკეთებ. ისე მიზნობრივად არ შეიძლება თეატრს რამე არა სპექტაკლი აუცილებლად ყველა დადიხართ იმ თეატრში. არა მოწყობილი არავით არის ინფრასტრუქტურა შიგნით, არ ტუალეტი ვარგა, წყალი მოჭობილი, უბედურობა და გათბობა არა და აი შეიძლება რამე ამ ჩვენი არა რატო თეატრი გასაგებია ხო ვერ ვუსვენთ ეს ინფრასტრუქტურა ძალიან ცოტა ამასაც დავაგვიძეთ რა ჩვენ აპულს ვიდით იმიტომ რომ თეატრი არის კარგი რომ არის კარგი რომ ეხმარებ მაგრამ კიდევ გეუბნებით აპულს რომ ვიხდით თითოეულმა ოზურგეთის მოსახლეობამ უნდა იგრძნოს რომ რატო ის რაში იხდის ფულს გავიგე დიმიტრი მაგრამ ზუსტად მაგას მოსახლეობა როზის იქანი და იყინება გამიგე არა მაგასა მაგ ფული არ ეკობა მაგ არა ნაციონალური შეიძლება კაცო მილიონი
ეხლა მეგამომეცი არა, ქალაქის ბერია ერთიმი და გავაკეთე უბრალოდ არა მომენტია და არ წამომიდია, მაგრამ შემიძლია წამომიდო ყველა სპექტაკლის დაწყებამდე ოფიციალური მოწერილობა შეერთა მუნიციპალიტეტზე, რომ ჩვენი დაფინანსებით შედგა ეს სპექტაკლი არის ამადამ დღეებში უფასო იქნება მუნიციპალიტეტის ყველა მსურველთათვის ყველა სპექტაკლის წინ. ანუ ისახა რასაც ჩვენ ვაფინანსებთ ბატონზიმა, ხო? ეს მოწერილობები არის ყველა შემოსულია და დარეგისტრირებულია და მე რაც ვიცი, ყოველთვის აქეთ უნდა პრეტენზია თეატრს, რომ რატო არის ცარიელი დარბაზი, რატო არ მოდიან. კი, პირველად მესმოდა. აგერა ჩემი კოლეგები რომელმა იწოდა, მაგრამ მოსახლეობებში შეიძლება უფასო და ადგეს ნებისმიერ ჩემი კოლეგა. თქვა, რომელმა იწოდა მაგი რა. ასაც კი მეუბნები ძალიან კარგია, მაგრამ მეუბნები. ოღონდ ერთი ამაზე არ შეიძლება. ასოს ცემდა მაზლებ თუ შენ მე არ ვიცი, გეუბნები არ ვიცი მე. მაშინ ადგეს ნებისმიერ ჩემი კოლეგა თქვა, რომელმა იწოდა, რომელ დღეს იყო სპექტაკლი და შეეძლოთ მათ ამაზე მოსახლეობა წაეყვანათ უფასოდ. ადგეს და თქვა მაშინ რომელმა იწოდა. აგერა მაშინ ბოდიში მოვიხდი რა. თუ რომელმა მეტყვის მაგას. რა არის ვერ გავიგე. შეიძლება მასლებ რა არის ვერ გავიგე რა. ეგ არის საკრებულოსა და ადგეს და თქვა ნებისმიერ კოლეგამ ჩემმა კოლეგამ, რომელმა იწოდა, კიდე პოზიციიდან კიდე ოპოზიციიდან. თქვა რომელმა იწოდა, რომ შეეძლო თქვა 5 ნოემბერს იყო სპექტაკლი და შეეძლო მოსახლეობა მისულიყო უფასოდ. აგერ არის თქვა რომელმა იწოდა. ეს ბალი არ არის. ის მოსაწვევებია ეს ხო ეს მოდიოდა საკრებულოში და მოდიოდა ჩვენთანაც და ჩვენ თუ ვერ ვახცენდით. საკრებულოში რა ვერ მოსულა გია. საკრებულოში რა ვერ მოსულა. არცეთი აგერ არის აპარატი და მიკროს მაშინ. საკრებულოში არცეთი მოსაწვევი არ მოსულა მასთან დაკავშირებით. ნუ ახლა შეიძლება არ მოსულა არცეთი მოსაწვევი საკრებულოში. ესაც თუ და რომ არ მოსულა. ნუ მოსულიყო მაგაში გესარქმები რა. ნუ ახლა ტექნიკის საკითხებზე და ახლა კულტურის სამსახურზე მე პასუხ ამაში ნებისმიერ პრინციპული შემოვიდა და მითხას. რამდენი მან თუ იცოდა. ნებისმიერ პრინციპული შემოვიდა. იმან თქვას მაშინ. აი, ჩემი კოლეგებმა თუ არიციან. უნებულებს დაუძახო ნებისმიერ საფრაგე. იმან თქვას თუ იცოდა. აი, მე გამოვიყენებ ბატონი დიმასიპებს იმისათვის, რომ ეხლა ხო თქვენ ხო გეცოდინებათ, ხო? ყველას. მე ვნახოთ დეკემბრის ბოლოს რანაირად შეძლებთ რომ თქვენი სოფლის მაგის სხვა გია მაგის სხვა მომისმენთ მაგის სხვა შეძლებენ თუ ვერ შეძლებენ თავარია ინფორმაცია მივცეთ საზოგადოებას რომ არის ვინ არ მოვა ეს უკვე მეორე პრობლემაა და მეორე საკითხია ახასუხტი თეატრ შეკვეთაც მივცეთ რაღაც თხოვოთ რომ ბაბუა, თოვლის ბაბუა, ქართული თოვლის ბაბუა, მინდა აი ბატონო ლაპლანიდან ჩამოსული ციტელის თოვლის ბაბუა, ქართული კავკასიუმიდან ჩამოგზავნებული თოვლის ბაბუა, რაღაცა შექმნან, გააკეთო და ყველა სოფელში ჩამოვიდეს ჩვენ დავეხმარებით შოკოლადები, ჩვენ კიდე ჩვენი ჯიბრებიდან და ყველა სოფელში რომ ორგანიზებული აბსოლუტურად ძალიან კარგი იქნება რა. Can we
ჩვენ არცეთ დებოდა იმავე ესეთი ჩვენ არ ვიცოდით მაგრამ მე უკანასკნელ წუთებში დამდეგეს არავის არ გამიგია, მაგრამ ჩემ მეგობრებს და მიგებდა ვერ გამიგებია, ასე ჩადამებოდა ყველაფერს. უყურო ვერ დავესწარი. ეს გამოდა. უგეცოდილება ასე წინასთან რაღაცები. საკრებულოს მოშორებით ვეგან ჩემ საკრებულოს მოშორება. აპარატი გამირება ეს არის ასე არა, მაი აუცილებლად იქნება დაფიქსირებული და ჯობია ეფექტი. აი ჩვენ მეგობრებო, თქვენგან შეკითხვები არის კიდევ? შეკითხვები რომელიც ჩამოსულია. მაგალითად, კოვის ბაბასთან დაკავშირებით. იმასაც გეტყვით ჩვენ ჩავიწვა. ერთი რო მეხუთე პუნქტზე ხებაო ნარუჯი ნამკერები ეკონომია. ესე ნახუთე მოკლე არის უზბეკეთის მუნიციპალიტეტის ზევის რეაბილიტაციასა და მოვალა შენარჩუნის ხარჯებთან. ესე ბატონო დავით, ეს რა თქვა? გია საერთოდ რა მაგითხვის ადრესა. ეს საერთოდ რა გიას ფუნქციები რომ აქ ნოფია როგორც მე არ ჩვენ და უნდა გაიცა პასუხი ისე არც არ უნდა გაცეს პასუხი არც ამ კითხვა არა გიას ფუნქცია მაგის საერთოდ გიას ძალიან დავთვალ კითხვები. გიამ წარმოადგინა შალი ციფრები, აი ეს ადამიანის ფუნქცია. თუ არაფერი. თუ იმეს თქვა გვაქვს ობზარდენ და პასუხი გაცენ კითხვაზე რა. ერთია მაინც რომ უნდა შევეცდებით რომ როდის იგეგმება უზბეკეთი ნარუჯა ლაისურის ცენტრალიზაციის რეაბილიტაცია. ძალიან გქონდ რა ეს ყველაფერი ძალიან გქონდ მეგობრებო. სიგვარე იყოს. კი ბატონო, ახლა სავარაუდოდ მე შემიძლია ამას თქვათ ერთი რამე რომ ახლა ვერ გეტყვით, მაგრამ სავარაუდოდ ალბათ
შეიძლება მალე ან ახალი წლიდან მომავალწლიდან დაიწყება, იმიტომ რომ იქ ისეთ ობიექტის იხსნება, იმ ლაიტურში ვიცით რომ ციხე შეიძლება და შეიძლება და ამის რეაბილიტაცია აუცილებლად მოხდება და ვიცი რომ შეიძლება აქლიანად ასვალტირებული გახდეს და მივესალმებით ამას რომ ასე იქნება. შეიძლება ამაზე მაქსიმალურად დახნაჩებულია. ასე იგი დამთავრდება. სამსახურს კულტურას და შეფასო შეიძლება ერთად მოვიდეს და მემართოთ. შემდეგი მე მაინც გაგაცნო სადა არის ძირითადად რათა თქვა ამასაც ძალიან მოსაზრებებია რომ მივესალმები სპექტაკლებსა და ამგვარ ღონისძიებებსო რა თქმა უნდა უცვლელია მათი არსებობა ეშიდება ახალ თაობაზე. ძალიან კარგი. მათ უფრო კინოთეატრი კიდევ უფრო მეტად აინტერესებს, ამიტომ ის თქვა განახლება ამჟამადზე არ არის უბრალოდ ჩვენი ფუნქცია, მაგრამ ვიწონებთ ამას ძირითადად ახალგაზრდობა ძალიან კარგი. ის რომ აუცილებელია ასეთი ღონისძიებების არსებობა. ჩვენ საერთაშორისო და მართლაც აუცილებელია ჩვენ მეგობრებო. მე დაიბაროს რომ ჩვენ ახალგაზრდობას და მოხალხეობას ის არ აინტერესებს. მე თქვენ დაიბაროს. უზრუნველია რომ ეს ყველას არ აინტერესებს. ამიტომ სამდარი ფაქტური გავცეთ. მეგობრებო, გარეთობთ ჩვენ მეგობრებო მართლა შეიძლება გაიგონონ პასუხები. ჩვენ კიდევ ერთხელ მადლობა უთხრათ მოსახლეობას და ინიციატორებს ამ პროექტის. წეგან ესე არ მინდა გამოვიზოთ რომ ჩვენ საკრებულო წინამორბედით ჩვენ მადლობელი ვართ. კარგი ინიციატივა არის საახალწლოდ. ჩვენ უბრალოდ ფინანსურად აბსენტ როგორ შეიძლება და ფინანსურად ამაზე ორი აზრი არ არის. ბატონოგია რომ ჩვენ თავიდან ბოლომდე ვეთანხმებით ამ ინიციატივას და თუ ეს არ იყო თავშივე ჩადებოდა ეს დავამატეთ არანაირ ათე ჩემი კოლეგა ამაზე ვარც არის. უბრალოდ მომავალში გავითვალისწინოთ რომ გრანტ რო ვაძლევთ ორგანიზაციას იყოს პირობები მივაღწევთ პირობები რა რისთვის ჩუქი დამთანხმდა. ხარდა მოსახლეობას გვეთანხმება ამაში. ამიტომ ნებისმიერ ჩემი კოლეგა წელში გამართული აუწევს ამას ხელს. ადამიანებსაც სურს რომ ნახონ საახალწლოდ ეს ფასო სპექტაკლები და ამას მივესალმებით თავიდან ბოლომდე. მომავალში გამითვალისწინოთ. ვაკეთებთ სიკეთეს, მაგრამ ნაკლებად ინფორმირებული საზოგადოება ძალიან ცუდია. ინფორმაცია მე მინდა ვთხოვო პრესასაც თავიდან ბოლომდე უცნობია თარიღები, როდის იქნება უფასო სპექტაკლები, მოსახლეობამ ეს პრესაშიც გავაჟღეროთ, რომ ამ დაამრიცში, ამ დაამრიცეს ნებისმიერ ოზურგეთე შეიძლება უფასო სპექტაკლი ნახოს. იმიტომ რომ ეს არა უფასო მეგობრებო, ჯამში. ამაში ბიუჯეტი ხდის ფულს. თან სოლიდურ ფულს ხდის ამაში. ამიტომ გეუბნებით რომ ეს ამას ვიქცეთ ჩვენი მოსახლეობისთვის. ესა დამჯდელობა. ასე თქვა ახალგაზრდები მიდიან რაიონიდან ლაჩიდან მიგრაციას იწვევს იქნება ოზურგეთის მთავრობამ ახალგაზრდების დაბრუნებას და მათ დასაქმებაზე იზრუნოს. რომ დასალიებდეს სოციალურ და რაიონებში. ძალიან ესეთი თემა უნდა მივესალმებით ამ თემას და ნებისმიერი ხელისუფლების და ნებისმიერი მთავრობის მე ასე მეშინა ნომერ პირველი საზრუნავი უნდა იყოს და მეტყას ხნას ჩვენ ყველა ერთად და ამას მოხსნათ რომ ეს მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ და რაც შეიძლება ეს ახალგაზრდა იყოს და საკმაოდ რაც შეიძლება ამის ერთადი ეს რა არის თქვენ გაგაცეთ ალბათ მოსახლეობამ შესაბამისად ვიფიქრობ ეკონომიკას განვითარება სოფლის კონტროლა განვითარება ასე რაღაც პროგრამებია სადაც ჩვენს აქტიურები უნდა ვიყოთ მეტი მოწვეულობა მივიღოთ და ახალგაზრდა უნდა ბატონო მოსახლეობის ისო დეპუტატს დაგვირიგეთ ადმინისტრაციას თხოვოთ რომ კი ბატონო სტოპის დამთავრების შემდეგ და ვინ კი ბატონო ნებისმიერი დეპუტატი თხოვობს აპარატს რომ მიბრძანდეთ და ყველას მისცემენ დაინტერესებულ დეპუტატს აი ამ კითხვებს. მე გავაგზავნებ ახლა მაგალითად ოზურგეთიდან გვეკითხებიან თუ შეიძლება სანაგვეუბნებით და დავდგათ თითოეული ქუჩის დასაწყისშიო შეძლებეთ როგორ არ შეიძლება. როგორ გამომდინარე იქიდან რომ ვაქვს კი ამდენი უნდა და არა ეს და მინდა გითხრათ რომ შეძენა ამ უნების დამატებით კიდევ მეგმელი ვარ ალბათ მაქსიმალურად შევეცდება. პრინციპალიზაციაზე რომ ყველა
სოფელში ყველა დავამატოთ. გამოჩნდა უკვე აუცილებელია ჩვენ თავარი ფუნქცია. ეს პირველი განაზოგი თანხადაც იქნება მუდმივისგან მივახსოვთ კარგი უნდა სოფლებიდან ძალიან დიდი მოთხოვნაა. მოთხოვნა ხელისუფლების ამით ჩვენ გარემოს დაცვის საკითხს გადაცემს უწყობთ და ახლა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მოვალწლისთვის გასაზრდულია კიდევ დამატებითი გუნდები შემდეგაც ეს გუნდები კიდევ იქნება სოფლებში დამატებით განლაგებული. ძალიან კარგი მომწონს სამწუხაროდ მე მოსახლეობის აქტიურობა. ასეც უნდა იყოს. და მივესალმებით. ხაურიდან არის იქნება თუ იგეგმება თუ გეგმაში შესაძლოა სოფელი ხაურის კულტურის სახლის სახურავი შეკეთება და მეორე ხარისხოვან ქუჩებზე განათება მეორე ხარისხოვანი ხაურში წოდაზე გაგაყოფილია მეორე ხარისხოვანი სკოლა პროექტი ზაქაა და ამას მოგვარდება ეს ძალიან კარგი კულტურის სახლის კულტურის სახლის ვიცი არის ჩასმოვიდა ძალიან კარგი მე მართლა სიხარულით მინდა უთხრა აი შეგიტყვის ავტორებს თუ ავტორს რომ აუცილებლად მომავალი წლიდან გაკეთდება ლიხაურის კულტურის სახლის სახურავის რეაბილიტაცია და ასევე აი ქუჩების განვითარება და დაიწყება მალე თანამშრომლობა. დიახ, როგორც არადეპუტატი ძალიან რომ პროექტი დახარე და მალე დაიწყება აი რეაბილიტაცია ვესალმებით. ასევე არის თქვა ლაიტურის ნომერპირვალ სამუშაო ბაღს, სადაც დადის ასალდელები არა აქვს, მაგრამ პანდუსი თუ ეს შრომის შეზღუდული არ აქვს პანდუსი და სასაჯირო ინვენტარი გაითვალისწინებია და მოხმარება. იმედია სოციალური ასასვლელი წერილობითი ფორმით ხო ეს რაც სრულებია და ესენიან მოახდინოს ჩვენამდე. მინდა მიმართო ამ შეგიტყვის ავტორებსაც რომ ამას აუცილებლად ჩვენ მიმართავთ შესაბამის ორგანოებს ატმოსფეროებრივი ხელისუფლების და პირობას გაგდებს რომ მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული. საუბარია უნარშეზღუდული ადამიანების სპეციალური ასასვლელი გაკეთება ყველაში მართლაც მივიდეს სადაც დადეს ეს ადამიანები და არის ასევე ერთი ნარუჯას კიდევ მაინტერესებს ნარუჯის მოსახლეობას ცენტრში არსებული კლუბის დემონტაჟის შემდეგ და მე მგონი დაწყებულია დემონტაჟი. ჯერ არა, უკვე დღეებში დაიწყება. რისი გაკეთება იგეგმება ჩვენთვის სასურველია უეცროს კულტურის და დასვენების ცენტრია ასე რომ სტადიონი გაკეთდება, საზოგადოებრივი პარკი. ამაზე დოკუმენტებს თქვენ 1000 გზები არსებობს, გზები ერთი რომ სოფლის დაფინანსების პროგრამით თუ ხალხი და მოსახლეობა თქვენ აბსოლუტურად შეგიძლიათ რომ ამ კუთხით წარმართოს და მეც მართლაც რომ უყურებით შესაძლებელია ცენტრი ძალიან გალავანდება კუთხით თუ ასეთი პარკი იქნება მოწყობილი და მოსახლეობა კარგი იქნება. ბატონო თქვენს ნებართვით ჩავერთვები რომ არა მარტო ნაროჯაში აბსოლუტურად ყველა სოფლების ცენტრში მე მგონი საქმის კურსში თქვენ იმ წლიდან ამოქმედება პროგრამა მუნიციპალიტეტი შეეცდება რომ საკუთარი სახსრებით გავხდეთ შეიძლება რაღაცა დავჭირდეს ცოტა წამოხმარება სოფლის ხარდაჭერის პროგრამიდან გვინდა აი ასეთ ცენტრებში ახლა რომ საუბარი იყოს გაკეთდეს ჩვენი მომსახურე ფირმა არის ინტერნეტით იანეტი მათი კეთილება არის რომ ახალგაზრდებისათვის ვისაც სურვილი ექნება 250-300 მეტრის რადიუსში Wi-Fi სისტემით ექნება წვდომა ინტერნეტისა, სწრაფი ინტერნეტისა, როგორც ტელეფონებზე, ისე პლანშეტებზე თუ რა ვიცი, ნოუთბუქებზე და იქნება სპეციალურად ერთი ტიპის გვინდა ისეთი ის გაკეთდეს, რომ ღია ტიპის, რომ იქ ახალგაზრდები შეიკრიბნონ და ჩვენ შესაბამისი პროგრამა მოვაწყოთ. ეგ არის სიახლე არა მარტო ნარუჯისთვის, ყველა სოფლისთვის და ამას აუცილებლად 2016 წელს მთლიანად ყველა სოფლისთვის დავასრულებდა. ისევ წავარში მე მგონი ბატონთავის სამშობლოება
და ხალბატონ როზეტას მევიცი რომ სასიამოვნო და კარგი ინფორმაცია აქიძენ მეორე ჩვენი მუნიციპალიტეტის მასწავლებლებისათვის ძალიან კეთილება გამოიჩინა აღმადვაბზუს კულტურის სახლისათვის თბილისიდან გვაჩუქეს ავეჯი, რომელიც ესე იგი უკვე ადგილზეა ჩამოსული და ტრანსპორტირება გასწია ჩვენ მთავრობამ და დიდი მადლობა თქვენ გადავუხადოთ შესანიშნავი ავეჯი. მადლობა ვიგვაჩუქა იმას ჩვენ 90 კამია შესანიშნავი ჩამოსული. დიდი მადლობა ხალბატონო როზა ის მადლობა პირიქით იმ ხალბატონს ლანის გვარს რომელიც ჩვენი სოფლის მასწავლებელია და მისი მეშვეობით დაფუძნდა დიდი მადლობა უნდა იბატონო დიდი მადლობა დაკარგული დიდი მადლობა ლანეთი იბატონო ფინანსებთან არა დაკავშირებული შესაძლებელი და მოგახსენებთ. ფინანსურად ესწრება თქვენ აფინანსებს გარდაცვის რეალად ბიუჯეტი ქვეყნის და დიდებულადაც წელს მატება იქნება 3 მილიარდი არის როგორც გითხრეს აი სამინისტროს დაფინანსება და რაღაცები გეთქება ნამდვილად გადასარევი და კარგია მე უბრალოდ ერთ რაღაცაში ვიდა თქვენი თანამდებობა პროკურორმა მუნიციპალიტეტის მხრიდან არის ლაპარაკი სასწრაფოს განთავსებაზე. როგორც მოხსენება ჩვენი სამართლებრივი მედარქა რომელიც ფუნქციონირებს უზრუნველში კერძოა და რაღაცა დაბერს საკითხი ამ გადასვლის თაობაზე და ცოტა შერჩევაში თუ იქნება თქვენი თანამდებობა ადგილმდებარეობას მნიშვნელობა აქ ნამდვილად თუ უნდა საერთო ორი კვირის ხო ლაპარაკი არის იმაზე რომ ძველი პოლიციის შენობა რომ იყოს ზემოთ ისო კარგი ყოფილიყო მე რამე სხვა ვაჭარბებს არა აბსოლუტურად თქვენ არის ლაპარაკი თეატრზეა კულტურაზეა გაზე ფანდურზეა მაგრამ ბოდიში მოვიხხოვია ეს არის ისეთ საკითხი თუ გაინტერესებს მე გეტყვით რა ორი კვირის წინ მაგალითად იგივე ჩვენ სამონტოფოში იყო გულში დაჭრილი ბიჭი 19 წლით გულში არა ლაპარაკი გულგელის დაჭრილზე და ბარძახზე და მუცელზე უნიკალური შემთხვევა იყო რა ასეთი ხდება რაიონის ცენტრებში ხომიშვიათი და თბილისშიც მიყვანა გადარჩენაზე და ყველაფერი დაწყებული იმგონიდან რასაც ქვია სასწრაფოს დროული მისვლა გადმოყვანა იმ დახმარებაზე და 19 წლის ბიჭი გავწერეთ 2020 საქმეში გავწერეთ სახსალამათი ორი სამი დღის უკან წავიდა სახლში ეს ფაქტიურად მართლაც ისა სასწაული კი არ მომხდარა ეს დაგაკეთებული იყო რა ეს ზუსტად ის სასწრაფო დაიწყება ყველაფერი ამ იმაში არ დაკარგულა ერთი წუთით რომ იქნებოდა თუ შესაძლებელია და რაღაცა უფრო ქალაქის ცენტრში თხოვნა არა მოთხოვნა არა უკეთებია იმ ხალხის ჩვენ რა უნდა ვქნა ეს სასწრაფოზე არ უშუალოდ ჩვენ რა უნდა ვქნა ქალაქის ჩვენ რა უნდა ვქნა ბეგეთქვით ახლა ეს სასწრაფო არა მარტო ქალაქის არ ემსახურება ქალაქზე უფრო მეტად ესაჭიროება რაიონის მოსახლეობას რაიონში გადის სოფლებში გადის და თუ რაღაცა ეწევა რომ ელემენტარული პირობები დაფინანსება არის მოდის კი ბატონო თქვენ თუ დაეხმარებით იმაში რომ შენობა იყოს ნორმალური და კაი რო ყოფილიყო ივანე ვერაბიშვილი იმ შენობიდან აქ არ გადმოიტანდა ქალაქის ცენტრში პოლიციას ხო კი არ პოლიციაც საჭიროა თეატრიც საჭიროა ყველაფერმა სასწრაფო დახმარებას ერთი რაღაცა ლაპარაკი არის 15 კაციანი ბრიგადის განთავსებაზე 15 კაცია თუ გექნება ამის საშუალება კაიგდება ძალიან ერთი წუთით მე ამ კითხვის დავასრულებდი და ამიტომ შემდეგ მოვიდო თქვა ეს საკითხი ძალიან საკითხი რა თქვენ ძანეთ მნიშვნელოვანია ძალიან მაგრამ ერთი რამე თქვენ ციცით რომ ჩვენ ამ წუთაში შეხება მაგასთან ჩვენს მუნიციპალიტეტს რომ იცით რომ არა გვაქვს ქალაქია ქალაქს ეხება მაგრამ ჩვენ ისე ყვიდებით რომ რაღაც ადამიანები და აინტერესებული არა ინდივიდუალურად რაღაც კუთხით ხო ჩვენ შეგვიძლია მაგრამ რომ რაღაცა ისე მოხდეს რომ ყველასთვის მისაღები შეიძლება მაგოთეთ ცოტა როეცა რომ დავძალე ძალიან მინდა ასეთი ინფორმაცია გქონდეთ თქვენ რომ ეს არის ნამდვილად კრიმინალური თემა
პირველი თემა იყო კიდე დღემდე ჩვენი IP საზოგადოებრივი ჯანდაცვის, რომელიც თქვენ მით უმეტეს იცით, რომ რა სიტუაციაში სად იყვნენ და რანაირად შეედებოდა ადამიანები ყოფილიყვნენ. ქალაქის მერიასთან, საერთაშორისო ბატონი გიორგი ორჯომელიძე დეტალებში საქმის ოში მოხდა ასეთი შეთანხმება, რომ ძველი პარტიასამანტო რო არის აქა, ერთობლივად ფართის ქირავნობაზე, რომ შესულიყო იქა როგორც სასწრაფო დახმარების ბრიგადა, ისე ჩვენი საზოგადოებრივი ჯანდაცვის. ქალაქის ცენტრი იყო, ჩვენ იყო ესეთი შეთანხმება, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვა ჩვენ დავაფინანსებით ქირის კუთხით, ის კერძოფებია და გადაგვეხადა. ქალაქის მერია იღებდა ვალდებულებას, რომ აი სასწრაფო დახმარების ბრიგადისათვის ქირავნობა გადაეხადა. მე როგორც მავს ინფორმაცია, მოხდა რაღაცა გაურკვევლობა, ვარი თქვეს ამ აქირავებაზე, აი ამ ფაქტის, მე იძულებული გავხდით ჩვენი საზოგადოებრივი ჯანდაცვისათვის მოგვეძებნა ალტერნატიული ფაქტი, თქვენ მოგეხსენებათ ეხლა ეგ არის სკოლათვის ქუჩაზე, ფოტოგრაფიის მეორე სართულზე გარემონტებული წყლით, შუქით უზრუნველყოფილი. და ჩვენ იმ წლის ბიუჯეტში, გარდა იმისა, რომ გვაქვს მიზნობრივი ტრანსფერი ჩასმული აი ამ კატეგორიისათვის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისათვის, ისევ ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოგვიწევს და 2016 წლის ბიუჯეტში ჩადებულია სრულყოფილად დაფინანსება ჩვენგან, მათ შორის ქირის გადახდაც. ამითი ჩვენი IP-ის პრობლემა მოიხსნა, მაგრამ სამწუხაროდ რჩება ეს პრობლემა, რაც ჩვენ ბრძანეთ. ჩვენი აზრით მგონი ყველა არცს ვიტყვი, რომ თუ ერთობლივ მეზაჟირებია სასწრაფო დახმარების მანქანა, იმას გამოსწრებია, თუ რა ყველა მნიშვნელობა ყველა წამს და წუთს. ჩვენ ეს ნაბიჯი გადააგრძელებული ქონდა, მე მაქვს ინფორმაცია, რომ ქალაქის მერია რაღაც ალტერნატიულ ვარიანტს ეძებს. ჩვენგან თუ კი რამე იქნება დამოკიდებული, ფაქტიურად ბატონმა დავითქვათ ბრძანა, მაქსიმალურად ჩავერთვებით. მაგრამ თემა ისეთი არის, რომ თითქმის გადაწყვეტილი იყო ეს საკითხი, რომ მე რამე არ შეცვლილიყო. ასე რომ ვიზიარებთ მაგ საკითხს, ბატონო და როგორც ყველა ოზურგეთეს ჩვენს გვაწუხებს და თუ კი რამე მოახერხებთ, აი საფინანსო კუთხით იცით თქვენ იურიდიულად ცოტა რთული თემაა, მაგრამ რაღაცას მოძებნა შეიძლება შეიძლება გავაკეთოთ. რეალურია. ვიდრე ერთი შეკითხვა შემიძლია უბრალოდ ლაითურიდან აინტერესებთ, რომ თქოს ვიპასუხოთ არის თუ არა შეტანილი საპრივატიზაციო ნუსხაში ლაითურის ყოფილი აგროეკონომიკური კოლეჯის შენობა. არ არის შეტანილი. იგი ჩვენ ბალანსი არ არის. შეიძლება რომ ამის დაინტერესდება, არ არის ნამდვილად ეს შეტანილი საპრივატიზაციო ნუსხაშია ეს ბატონო. კარგია, შეკითხვები. ზირდარად ეს იყო ჩვეულებურებოდა ამოწურულია. საკითხი გაიარებია რა მეოთხე ეს მოყრე ხარ ეხება ამ საკითხებს ბოდიში თუ ესა ინგა ერთი განცხადებას გავაკეთებ ბატონო დავით ძალიან ბევრი ინტერესი არის თქვენგანისგან როგორ ჩატარდება წინა საახალწლო მზადება მე გასწრებთ რომ 4 დეკემბერს 4 საათზე გაიმართება კომისიის სხდომა სადაც მოწვეული ქვეყანება კულტურის სამსახურის წარმომადგენლები ყველა დაინტერესებულ პირში 4-ში 4 საათზე ვეთქვა და შეგიძლიათ მოგზავნდეთ თქვენი წინადადებები ინიციატივები გავაცნოთ შევჯერდეთ ერთად და ის თანხა რომელიც გვაქვს ჩვენ აი ამ საკითხისთვის გამოყოფილი ეცადოთ რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ გათვლილი იყოს ყველა მიმართულებით რაც კი შეიძლება უკეთ შევჯერდეთ და საერთოდ გამოვიტანოთ უბრალოდ მოყრე ხარ რომ ბიუჯეტში აესრულებები რადგან იყო შეტანილი 4-ზე დავიდა დასტურო. მადლობ, წინადადი. მე მადლობას გიხდით. ინფორმაცია კომისიის ხმა ქონდა ნოემბრის და ქალბატონი ლარის საუბრობდა
და მოწმობი ყავდა ესა ბატონი შარვა გუჯარია და დაიბის უფროს კონდა საუბარი და შევთანხმდით ერთ რაღაცას და არ არის ყველასთვის ისა ინფორმაცია და მინდა ესა გავაჩნირო რომ ხერო საუბრობთ სადაც არის ბეტონის გზები სადაც არის ასფალტირებული და დიბატონი ეჭვდადებული ნაგვის ბანკანები მიდიან და ესენი ძალიან ძვირის არიან ასოციაციას ევრომდე ძდება და ამიტომ ვერც კონჯერე ის მაგას პასუხი ვერც მსხვილი რომ დავუშვათ სადაც მოხრეშილა და გრედელი ორმული გზები სადაც არის იქ იარუსალიმ გზების ტექნიკა ამიტომ შევჯერდით ბატონ გუჯარიასთან რომ მოსახლეობა სადაც არის მეორე ხარისხოვანი გზები მეორე ხისა რა ქვია მეორე ტომბებში აიხებენ ნაგვის ნარჩენებს და მათ ყავთ 4 ერთეული და ახალი მიღებული სარაგია ტრაქტორები და გადათავის ორი მისი რა ქვია მოშიკი არ მაიჭს განაცხადი და გადამიღება მოხდება ამისი გადადა შეიძლება ის რა ქვია ტრაფიკი იქნება და ეს გაგერებული ყოფილა ჯერ ელაბარაკებში მოჯერეს და არავის ის არ მისულა და სამსუბარეო ასეთი გრაფიკი წარმოგიდგენთ და არის ალისარიდარია ზოგიერთი მაინც დამეწყნები და ეს ყველაფერი მოეცდა მეტყობა კატორი გადადგება ნებისმიერ ადგილში ნებისმიერ ადგილზე აიგებენ კონკრეტულად პირაში ერთხელ დავუშვათ აწეში და ნებისმიერ ადგილზე ცოტინება ეს სოციალიზაცია კაპაზები და ექსაქტები შეიძლება რაზეც იყოს საუბარი ახლა რაზეც იყო ახლა საუბარი თქოს დასრულდება სტომა მერე დავჭერდა ამ საკითხებზე ვისაუბროთ იმიტომ რომ ახლა მარტივად ეს არ ეხება არა გასაგები ამიტომ მერე თქოს ძალიან რა დავიცვათ რაღაც გარკვეული წესი რომელიც არსებობს ამას მოგადაუბროთ ზედიდან ამის შემდეგ კი ბატონო დავიჯერეთ და მინდა საათ ნახევარს ვისაუბროთ აგერ ჩვენ აი ეს განცხადებები თავის დროზე ვთქვით რომ სტომის მერე განცხადება უნდა ადამიანს სტომის მერე უთხარ ამიტომ მერე თქვა საჯერბორო საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია და მერე შეიძლება ასე რაღაც გარკვეული პოლემიკაში მიდის და ამიტომ ნუ ვიზამ მეორე საკითხი რუსულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსახლეობის შემოღებისა და განაკვეთის დადგენის შესახებ დაგრებულოს დადგენილ დამსწრების თაობაზე და აი საჯარო მმართველობაზე იდგა ვისი ჩვენ ბატონოგელა თქვენი დასკვნას არსებობს ხო ამაზე დიახ არსებობს ჩვენი კომისიის დასკვნა და კომისია შეჯერდა იმაზე რომ შემოსავლების გაზრდის მიზნით შემოსავლების გაზრდის კუთხით მიზანშეწონილი იქნება თუკი შემოვა შესაბამისი განაკვეთები იმ შემთხვევაში თუ კი ასეთი ობიექტები განთავსდება სადმე რუსეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. თანახმაა მიზანშეწონილად იქნება მიჩნევა. ის რაც შეეხება სათამაშო ბიზნესზეა საუბარი მხოლოდ და მხოლოდ. შეკითხვა შეიძლება ეს ობიექტები არსებობს უკვე ტერიტორიაზე არ არსებობს. არ არსებობს, არის ვარიანტი რომ ულეგში შეიძლება საფულის პერიოდში განთავსდეს. ამ შემთხვევაში ჩვენ გავხდებით მომზადებული რომ გვექნება შესაბამისი განაკვეთი. ცოტა დიდი ხო არა გადასახადები. არა. კომისია, ყოველ შემთხვევაში მე არ შეიძლება ეს საკრებულო საკითხი ვილაპარაკო. კომისია რომელიც სამწუხაროდ თქვენ არ ასწრებოთ. არ ვიყავ კი ბატონო. შეთანხმდა იმაზე რომ თანახმაა რომ რახან სპეციფიკურია და რახან ეხება სათამაშო ბიზნესს და სათამაშო აპარატს გამომდინარე იქიდან რომ ჩვენი მუნიციპალიტეტში შეიძლება განაკვეთები ხალხთან შედარებით მედია უნაკლები. მედია? მაგრამ კიდევ ერთხელ მოგახსენებთ ბატონო მიხეილი, რატომა მაქსიმალური ზღვარი ამ შემთხვევაში მიზანშეწონილი. იქ განთავსდეს და შეიძლება განთავსდეს მხოლოდ წლის განმავლობაში 2-3 თვის განმავლობაში. განსხვავებით ქალაქიდან, სადაც 12 თვის განმავლობაში მუშაობს შესაბამისი ბიზნესი. ამ შემთხვევაში იქ შეიძლება კომისიამ ჩათვალა ბიზნესი. არა, მაგონი მაქსიმალური ზღვარი არ განსხვავდება. არა. ეს არის ქალაქზე მაღალი, უკაცრავად, მაქსიმალური მართალი დანდები. 5 მილიონია მაქსიმალური ზღვარი, სამორინეს მაგიდაზე მაგალითად.
არა, მაქსიმალური ზღვარი არა, მაქსიმალური ზღვარი არ არის. მე ვიძახი რომ ქალაქზე ცოტათი არა, სულ არა. თბილისში 5 მილიონი გადაიხადა ჩვენ სამორინო. გადადაბალია, იქნება არც ყველაზე მაღალია, გასაგებია. გონებული ციფრია, ამიტომ ბოლომდე. არა, მიხეილ, ხალხი არ გასათვალისწინებელი. ეს არა, იქ არის სეზონური, მაქსიმუმი ხმა ერთი კვარტალი გასათვალისწინებელი თანხა, გასაგებია. არა, ის ქალაქი ის მუნიციპალიტეტია, ის ქალაქი ჩვენთან განთავსების შემთხვევაში სოფელში ჩვენ ჯერ ასეთი ბიზნესის ელემენტები გვქონდა, როცა საერთო იყო მუნიციპალიტეტი და თუ კი ასეთი მოხდება, არა, მნიშვნელობა ეს შეიძლება სხვაგანაც მოხდეს რომელიმე სოფელში დააყენოს შესაბამისმა ბიზნესმა ჩათვალოს საჭიროდ რომ იმუშაოს. ამ შემთხვევაში ჩვენ დავხდები მომზადებული თქო ასეთან. ora, ჯერჯერობით ასე გაფიქრებული არა. აფიაქები რომ ლატარის გათამაშებას აკეთებენ, იგენი თუ შედის მაგდაბების. აფიაქები ეს ლატარია საკენსია არა. აფიაქები ის მისი ბიზნესი არა. ლატარია ეხება თუ ორგანიზებულად იქნება ჩატარებული. არა, კაი კითხვაა ძალიან. თუ არ გაშოთებთ თუ ესე ვარ. ახლა მაგ ჩინელი რაც. თუ გახსოვთ აი მარტინო მესადეს სამსათამაშო. მაშინ სამართლომდელი სახელმწიფო კაცმა დააგება თუნდაც ჩემი აქვს სახელმწიფოს ნელა კონტრაქტი გადაგული ყველა სათამაშო ბიზნესი ჩემი აქვს. და იმ ლატარის გათამაშება მარტინო აზროვებდა მესადესზე წილი მოითხოვა. და თავისთავად ეს ნება რომ მიიღოს ამ აფიაქმა იქნება იმის განღებულობა წილს და მაშინ მაგრამ რა არის მაგას საფრთხე ვინაიდან აქ ჩვენ ტერიტორიაზე შემავალი უნდა იყოს მაშინ ერთად ძალიან თხოვთ რა აქ ტერიტორია მაგ იქნება თბილისის გადასახადი არაფერშვაში არ არის ნიშა ადგილობრივი მოსაკლებელია იმადა ჩვენ ტერიტორიაზე ხარ ესეთი საფიაქო სამართლო სასაო რომ აგიხსნა ძალიან ზედებული აფიაქი რა თან კაი კითხვა იყო თქვენ მოგეხსენება თუ აფიაქები რომელიც თუ განახორციელებენ სამახარისებელ პრიზებს ლატარიის სახით ის იბეგრება ამონაგებისგან 20%. თუ ლატარია იქნება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მაშინ აუცილებლად ჩვენთან შემოთანხმდება. თქვენ მოგეხსენებათ ოზურგეთში არის ორი თითადი ბრენდი, რომელიც რეგისტრირებული არის ქალაქის ტერიტორიაზე და ის მოგის განახორციელებული არის ქალაქის ტერიტორიაზე გადაიქცეს. აქ ტერიტორიული ეთნოში ვერ გადაიქცეს. თუ ვინმე გაჩნდება ოზურგეთის გადამხდელი ის მოაწყობს გათამაშებას ის გადაიქცეს შექმნაში. სასურველია გაჩნდეს. მე ვარ ყველაფერი ნათელია ჩილები და ვინც მომყერებათ რომ დადგენილა აი ამ საფრთხეს მიღებული იქნა პროტოკოლზე და მიდასტურა. დიდი მადლობა, წინამდეგი. მესამე საკითხი. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების დამტკიცების თავაზე. ასევე ამ საკითხზე მეგობრებო, რომელიც შეეხებოდა სასოფლო და არასასოფლო მიზნებს, აქ არსებობს შესაბამისი კომისიის დადგმა, ამაზე მე რომელსაც ვიცი და მაგ ინფორმაცია ასევე ჩემთან ნებისმიერ კომისიაში პრაქტიკი დარჩა ისევე ჩვენ ეს რაც იყო ეს გადასახადები და ვიტყოდ დარჩა. მოგლედ ვინც მომხრე ხარ რომ დარჩეს იმ სახით რაც იყო ეს გადასახადები 4-5 წელიწადში გადასული. აი დიდი მადლობა წინამდეგი. დიდი მადლობა. თუ რა თქმა უნდა თანხა დარჩა. მეოთხე საკითხი, ერთი საკითხი ჩემოგეუბნება. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზაციო ფონდებისას იგი არის წესდაცემი ობიექტების სიუჟეტის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების ინფორმაციაზე. ბატონ დავის ხოლო გაბარეთი
წარმოგენილი ვარ საპრივატიზაციო ობიექტების მოსვლა. კომისიამ იმშელა ამ საკითხთან დაკავშირებით. ანექდა რა უწევს მუნიციპალიტეტის აგრეთვე სამართლები აქტის პროექტების. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზაციო ჯარი სასაცილო ობიექტების მოსვლის იჯარი ხო? იჯარაც არის და აქ მაგთან იჯარაც არის და შესაძლებლად მიიჩნია მის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უახლოეს ხომაზე წარდგენა განსხვავებულად აფიცების ვიზიტით საპრივატიზაციო ნუსხიდან ნომერ 2 ობიექტის ამოღების შემდეგ გაუქმება არის რაღაც და შეთანხმდებიან და რომელი ობიექტია ეს გურიანთა არის 279 მეტრის გივი გაფიქსირე რომ მეორე ამოღებული ბოქში. ორი საკითხი გურიანთა და ჩეხია. გაუქმებაა შეთანხმდებიან. ერთი გურიანთი და მარტო ხო? მეორე. ერთ საკითხი 279 კვადრატია ლაპარაკი. მარტო ამ ერთ საკითხი შეჭება. არჩენით შეება ჩვეულებრივ როგორც არის წარმოგენილი. უნდა თქვენ მომხრეხავთ რომ ახლა იხაურის ტერიტორია ეცი ხო რა რაზესაც საუბარი. ბატონო გერა თუ ხორი დააზუსტეთ რა. დიახ, დავაძე. ეთახმები. აბსოლუტურად. ძალიან კარგი. რა ტერიტორია? აი. მაღაზია უნდა სასურსათ. მის გვერდზე პატარა შენობა იყო, ფოსტა იყო განთავსებული. სულ არის 270 კვადრატზე საუბარი. მიგიაში არსებობს რაღაც დამალელი ორი აქ იჯარა ორი ერთი ნახარით და ერთი შრომაში. უნდა თქვენ მომხრეხავთ რომ სახით ული იქნას. Alô, წინამდე მიმალობა. მოგლა საკრებულოს თომა. დახურულად ვასხადებ და მე ვყავ ბატონ. ოსმინო ჩვენ დეპუტატს განხადები გაკეთება უნდა. ბატონ დავით. მე მთელი წლის განმავლობაში საუბრობდი არაფორმალ თანამშრომლებთან დაკავშირებით და ბატონო დიმიტრი და ბატონო დიმიტრის შორის იყო ეს თაობაზე საუბარი, სადაც მან საჯაროდ განაცხადა, რომ თუ დადასტურდებოდა ამის შესახებ და წარმოადგენდა შესაბამის დოკუმენტაციას, დადგებოდა ვირსი იყო ადამიანს დაედევებიათ თანამდებობა, რადგან ჩვენ საუბრის დროს გაჩნდა ეს რომ შეიძლება ეს ყოფილიყო qalbi დოკუმენტაცია. მე მინდა აღვნიშნო რომ მე მაქვს თან ნოტარიულად დამოწმებული ასლი, სადაც გამოგცემ ბატონო დიმიტრი და ახლა მინდა აღვნიშნო რომ ნებისმიერი შეცდომიდან მე არ საუბრობ მხოლოდ შეცდომაზე და აქ არ არის საუბარი მხოლოდ შეცდომაზე, როგორც გამგებლება გამარტა, შეიძლება შეცდომა არც ერთი არ ვარ გამოვიდეს დაზღვეული და შეიძლება რომ შეცდომა თითოეულ ჩვენთანაც მოგივიდეს, მაგრამ აქ არის უფრო რთულად საქმე. ადამიანი ყავდა დაკავეს არაფორმალურად დაქირავებული, წესით ამისთვის უნდა გადაეხადა ანაზღაურება და იკვეთება ასე ვთქვათ ორი დანაშაული. პირველი, რომ საჯარო მოხელეს საჯარო სამსახურში ქონდა წვდომა დოკუმენტაციაზე და მეორე ადამიანი, რომელიც 2 თვის განმავლობაში იმყოფებოდა სამსახურში და მას დაბლიდა რაღაც გარკვეული თანხის ანაზღაურება, ეს თანხა არ აუნაზღაურა და 2 თვის განმავლობაში ეს ადამიანი ასე ვთქვათ ორი ანაზღაურების გარეშე დადიოდა სამსახურში. მე იმედი მაქვს, რომ თქვენ გადმოგცემთ ამ დამოწმებას და ამის თაობაზე თქვენ რაც გითხარით, შემოდათო, ახლავე შემთხვევაში დავთ ჩემ პოზიციას, თუ ეს საბუთი არის ორიგინალური და ოფიციალური. ეს არის დამოწმებული ასლი. კი ბატონო, რომ არის ოფიციალური, ახლაც მინდა ჩემი კოლეგებს უთხრა, რომ ეს ადამიანი თუ ეს ცნობა არის ათენტური, ესე იგი არის ორიგინალი, ახლა ვამბობ, რომ ეს ადამიანი უნდა აბსოლუტურად თანამდებობა აუცილებლად. ამ ცნობის გამოცემი ადამიანი არ უნდა მუშაობდეს საჯარო სამსახურში.
დანაშაული ხალხი ზედმეტია, მაგაზე ვერ დაგეტარებები. ეს არის არაკომპეტენტურობა, ხალხი დანაშაული არ არის ნამდვილად. ეს არის არაკომპეტენტურობა, ეს არის საჯარო მოხელე. ცოტა შორს არის ატესტაციის გზით. არა. მოხელე არის მაღალი რანგის თან, ამავდროულად. ასეთი რანგის მოხელე, ასეთ ცნობას არ უნდა ეძლებოდეს. მე მიმაჩნია, რომ ეს ადამიანმა უნდა დატოვოს თანამდებობა აუცილებლად. მედი ვახოთ თქვენ მიიღეთ ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ამას ვერ მივიღეთ, ეს არის თქვენი თანამშრომელი. ჩვენ მაგალითად თანამშრომელი რომ ასეთი შეცდომა დაუშვეს, აუცილებლად მივიღეთ მონზიურზე. ეს არის ამას მივიღეთ თანამშრომელი, მე თვლი რომ ადამიანს არ დატოვოს. მადლობა.